მზის მიმდებარე სივრცეში აფეთქებულმა ვარსკვლავებმა შეიძლება სულ მცირე ორი მასობრივი გადაშენება გამოიწვიეს დედამიწაზე. ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტროფიზიკოს ალექსის კინტანას ხელმძღვანელობით ირმის ნახტომში სუპერნოვას აფეთქებების სიხშირის ანალიზი ჩაატარა. ასე დადგინდა მათი დროში დამტყვევა გვიანდელი ორდოვიციული პერიოდის და გვიანდელი დევონური სისტემის გადაშენებებთან. ამ გამონადგურებელმა მოვლენებმა დედამიწაზე სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მოსპო. ჩვენს პლანეტაზე სულ 5 დიდი გადაშენება მოხდა. მათი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. თეორიები რამდენიც გნებავთ. სუპერნოვა სიცოცხლის ციკლის ჩვეულებრივი ნაწილია ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩვენს მზეზე 8-ჯერ და მეტჯერ მასიურები არიან. დიდი ვარსკვლავები შედარებით ცოტა ხანს ცოცხლობენ. მათი სიცოცხლე მილიონობით წელს ითვლის და არა მილიარდობით წელიწადს, როგორც უფრო პატარა ვარსკვლავების. მას შემდეგ, რაც ბირთვში სინთეზისათვის საჭირო საწვავს ამოწურავენ, ეს ვარსკვლავები არასტაბილურები ხდებიან და ბოლოს ფეთქდებიან. სინათლისა და ენერგიის ამოფრქვევების სახით კოსმოსში აფრქვევენ სინთეზის შედეგად წარმოქმნილ ლითონურ პროდუქტებს. ასეთი აფეთქება, რომ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოხდეს, შედეგები ფრიად გამონადგურებელი იქნება. იმისათვის, რათა სუპერნოვამ დედამიწა გაანადგუროს, მზის სისტემასთან შედარებით ახლოს უნდა მოხდეს. ამიტომ საბაზისო მაჩვენებლად ჯგუფმა გამოიყენა OB სუპერნოვები 20 პარსეკის, ანუ დაახლოებით 65 სინათლის წლის რადიუსში. საბედნიეროდ ამჟამად მზის სისტემის სიახლოვეს არ არსებობს ისეთი ვარსკვლავი, რომელიც უახლოეს მომავალში სუპერნოვად აფეთქდება. იყო დრო, როცა ვარსკვლავები არ არსებობდა. დიდი აფეთქების შემდეგ პირველ ყოფილ წყვდიათში მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმის ვრცელი ზღვა იყო გადაჭიმული. მძიმე ელემენტები მხოლოდ ვარსკვლავების გამოჩენის შემდეგ შეიქმნა. გამოიწრთო მათ შუაგულში მიმდინარე სინთეზის შედეგად. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მეცნიერები. სინამდვილეში ეს პირველი ვარსკვლავები არასოდეს გვინახავს. მათ მესამე პოპულაციის ვარსკვლავებს უწოდებენ. ახალმა კვლევამ ეს ყველაფერი შეიძლება საბოლოოდ შეცვალოს. ასტრონომთა დიდი საერთაშორისო ჯგუფი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის სეიჯი ფუჯიმოტოს ხელმძღვანელობით აღწერს, რომ შეიძლება ეს იყოს galaktika ადრეულ სამყაროში, რომელიც ამ მოუხელთებელი ობიექტებითაა სავსე. კოსმოსური განთიადი ეწოდება ეპოქას, რომელიც დიდი აფეთქებიდან, ანუ 13.8 მილიარდი წლის წინიდან დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდში კვარკ-გლუონების ცხელი პლაზმიდან, რომლითაც სამყაროს გაჩენის დღიდან იყო სავსე, თანდათან კოსმოსში ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები და galaktikები, რომლებმაც წყვდიადი გაანათეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.